თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები ამ წუთებში სამგორში პატარა ლილოს დასახლებაში დასუფთავების აქციას მართავენ. ტერიტორია ნარჩენებისგან იწმინდება. რა სურათი დახვდათ ადგილზე, რა სახის ნარჩენებია დაყრელი, ამას თამარ კობახიძე გვეტყვის, რომელიც თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებთან ერთად იმყოფება. თამარ, დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობისა, დიახ, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებს ძირითადად სამშენებლო ნარჩენები დახვდათ. სამშენებლო ნარჩენები პირდაპირ გზასთან ახლოს არის დაყრილი. სავარაუდოდ მოქალაქეებმა ან კომპანიის თანამშრომლებმა სარემონტო სამუშაოების შემდეგ გამოიტანეს ეს ნარჩენები და პირდაპირ აი ასე ქუჩაში, მინდორში დაყარეს. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში რამდენჯერმე ასუფთავებენ თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები სხვადასხვა ტერიტორიას, სამწუხაროდ ამჯერადაც ძალიან ცუდი სურათი დახვდათ. ტერიტორია მთლიანად სამშენებლო ნარჩენებით არის სავსე. ჩვენ ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენს მიერ გადაყრილი ნარჩენი სხვადასხვა გზით დროსთან ერთად ისევ ჩვენ გვიბრუნდება, რაც ბუნებრივია, ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. გიორგი პაპავა, თბილსერვის ჯგუფის დირექტორი, იმყოფება ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ბატონ გიორგი. როდესაც გეგმავთ დასუფთავების აქციას, მიდიხართ კონკრეტულ ტერიტორიაზე და გვხვდებათ მსგავსი სურათი. აი, პირველი რა არის, რასაც ფიქრობთ? რა ხდება ამ დროს? მოგახსენეთ, პირველი გაზაფხულის დადგომასთან ერთად, როგორც კი ეგრეთ წოდებული სამშენებლო სარემონტო სამუშაოების სეზონები იწყება ქალაქში, მოსახლეობა იწყებს უკანონოდ ამოტანას გამწვანებულ ტერიტორიებზე არსებული ნარჩენის და ფარულად ღამის საათებში მის განთავსებას. რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიები არის რეკრეაციული სივრცეები, რომლის გამოყენება სეზონზე შეიძლება როგორც საპიკნიკე ან დასასვენებელი დანიშნულებით, თუმცა აი ესეთი მდგომარეობა გვხვდება. შესაბამისად, ვაკეთებთ მაშინ, რომ დავგეგმოთ აქციის სახით, როგორც დღეს ვახორციელებთ, სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, ყველა ნარჩენის მობილიზებას, ერთიანად მოგროვებას და თვითმცლელების საშუალებით მის შესაბამის ადგილზე გადატანას, ხოლო ამის შემდეგ თანამშრომლობთ მუნიციპალურ ინსპექციასთან, რათა ტერიტორიის გაკონტროლება მოხდეს როგორც ფიზიკური ძალის, ანუ ინსპექტორების საშუალებით, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ფოტოღამაგების საშუალებით, რომ ყველა სამართალდარღვევა იქნეს აღმოჩენილი და შესაბამის სანქცია დაკისრებული. კი ბატონო, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე როგორც ხედავთ, არის ძირითადად სამშენებლო ნარჩენი, რომლის გატანა კიდევ უფრო რთულია, ხო? მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ შემთხვევაში რამდენი დღე დაგჭირდებათ, რომ გაასუფთავოთ ეს ტერიტორია და რამდენად დიდ ნარჩენზეა საუბარი? ამ შემთხვევაში არსებული ნარჩენის გატანას ერთ სამუშაო დღეში შევძლებთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი სპეციალიზებული ტექნიკა ყავს ამოყვანილი. გარდა ამისა, როდესაც ტექნიკა დაასრულებს მუშაობას, რაც წვრილმანი ნარჩენი იქნება გასატანი, მის გატანას განვახორციელებს ცოცხალი ძალის მეშვეობით, თუმცა საერთო ჯამში მაინც ეს დამოკიდებული არის მოსახლეობის თვითშეგნებაზე. რამდენი აქციას თბილისის ზღვის გარშემო ჩავატარეთ, მის მიუხედავად მაინც ხდება ისევ ნარჩენის დაყრა. შესაბამისად, ვთხოვთ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ ყურადღება საკუთარი ქალაქის მიმართ, რომ იყოს მოწესრიგებული და სუფთა და ჩვენთან ერთად შევინარჩუნოთ სარეკრეაციო სივრცეები ისე, რომ მას კონდეს საპიკნიკე დანიშნულება და არა ნარჩენების განთავსება. კი ბატონო, ადამიანების თვითშეგნება ვახსენეთ და წლებთან ერთად თუ გვაქვს წინსვლა მაინც, თუ იგივე სურათი გვხვდებათ ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც მიდიხართ, თუნდაც ავიღოთ თბილისის ზღვა, სადაც ზაფხულზე და ამ პერიოდში კიდევ უფრო დიდ დროს ვატარებთ. როგორც სამშენებლო ნარჩენის, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენის განთავსებასთან დაკავშირებით სამართალდარღვევების სიმცირე უკეთესი დინამიკა არის შეიმჩნევა სახეზე. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს, როგორიც არის წვრილი ნარჩენის გატანა, ასევე სრული სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შემთხვევაში წარმოშობილი ნარჩენის გატანა და ბაზარზე არსებობენ უკვე ბევრი კომპანიები, კერძო კომპანიებს გულისხმობ, რომელიც მსგავსი ტიპის მომსახურებას უწევენ მოსახლეობას. ნარჩენების გატანა ახსენეთ და კონკრეტული მაგალითით რომ თქვათ გვაქვს სარემონტო სამუშაოების სახლში და მინდა რომ ეს ნარჩენი გავატანინოთ თბილისის მერიას. როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, სად უნდა დარეკოს და რამდენი ამ შემთხვევაში თანხის აფასური? ჩვენ გვაქვს ჩვენი მომსახურებაც, რომელიც გულისხმობს როგორც 5 კუბამდე, ანუ წვრილი საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის კუთხით მომსახურებას, ასევე მსხვილს. იმ შემთხვევაში თუ ეს მომსახურება არის 5 კუბამდე, საფასურები არის ძალიან მცირე. მაგალითად, თუ მეორადი ავეჯი ფურნიტურა ან რაიმე ტიპის სხვა ნარჩენი აქვს, რომელიც განეკუთვნება სამშენებლო ნარჩენს, 1 კუბამდე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ 9 ლარად შევძლოთ ცხელი ხაზის საშუალებით ან ონლაინ ვებგვერდის ჩვენ TBS-G.G საშუალებით გაკეთებული შეკვეთის საფუძველზე გავიტანოთ ნარჩენი. თუ ეს ნარჩენის რაოდენობა არის 0-დან 1-დან 3 კუბამდე, ამ შემთხვევაში 69 ლარად, ხოლო 3-დან 5 კუბამდე 150 ლარად. ასეთი შეკვეთის გაკეთების შემთხვევაში 72 საათის განმავლობაში ჩვენ დაუდასტურებთ, რომ მათი შეკვეთა მიღებულია, ჩვენი თანამშრომელი სპეციალიზებული ტექნიკით გამოცხადებიან ტერიტორიაზე, მათი
მათივე წითელი ხაზებიდან, მათივე ეზოებიდან გაიტანენ ნარჩენს და აღარ მოუწევთ სამართალდამხობის ჩადენა და ჩუმად მალულად სარეკრეაციო სივრცეებში ქალაქის დამახინჯება. კი ბატონო, ვისაც თქვათ დამატებითი შეკითხვები ექნება, სავარაუდოდ ჩვენთან ეკრანზე იქნება ცხელი ხაზი გამოტანილი, სადაც შეიძლებათ რომ დაარეკონ და მეტი შეკითხვა დასვან. თქვათ არაირჩია კანონის გზა მოქალაქემ, რაც უნდა ვთქვათ რომ საკმაოდ ცუდი საქციელია ყველასგან. ამის შემდეგ როგორი აღსრულების ნაწილი? როგორ ხდება დაჯარიმება თუნდაც კომპანიების, იმიტომ რომ ახსენოთ კომპანიების პასუხისმგებლობაც, რომლებიც სავარაუდოდ ისე ხშირადაც არ იცავენ, ხო? მარტო მოქალაქეების აქციელი ეს არ იქნება, ბატონო. რა თქმა უნდა, სწორს ვბრძანებთ, არიან კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ, აგროვებენ მოსახლეობის ნარჩენს და ერთად კოლექტიურად შეგროვებული ნარჩენის ამოტანას და დაყრას ახორციელებენ გამწვანებულ ტერიტორიებში. მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს მათ სანქცირებას, იმიტომ რომ ეს არის სამართალდარღვევა, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე იურიდიულ პირებს. ეს განკუთვნილია მე რამდენჯერ ახორციელებენ ამას, რამდენი არის თვითონ ნარჩენის მოცულობა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ გამოვავლინოთ რაც შეიძლება ბევრი სამართალდამღები და რაც შეიძლება მეტი სანქციით მიღებული შემოსავალი იყოს ბიუჯეტში აკუმულირებული. ჩვენი მიზანია, რომ ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული და გამწვანებულ ტერიტორიებს ჰქონდეს თავისი დანიშნულება და არა გადაიქცეს სამშენებლო პოლიგონად. კი ბატონო, ფოტოხაფანგი ახსენეთ და რომ მაგვიხსნათ, სად აყენია ეს ფოტოხაფანგები და რა ფუნქცია აქვთ მათ? ფოტოხაფანგის დანიშნულება არის სამართალდამღების აღმოჩენა, ამ მანქანებისთვის სარეგისტრაციო ნომრის სურათის გადაღება და ვიდეო მასალის შექმნა, რომელიც შემდგომ მიგზავნება მუნიციპალურ ინსპექციაში და ამით საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობით ხორციელდება მათი სამართალდამღების, პატრონების, მეპატრონეების ვინაობის დადგენა. კი ბატონო, და ბოლოს ბატონ გიორგი, უკვე პიკნიკების სეზონია, გავდივართ ბუნებაში, თბილისთან ახლოს, თბილისშიც პარკებში. რას მოუწოდებთ მოქალაქეებს, როგორ უნდა მოვიქცეთ? თითქოს ბანალური შეკითხვაა, მაგრამ ყოველი ჩართვის შემდეგ ამას ვიმეორებთ, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს, იგივე სურათი გვხვდება. ჩვენ ყოველ დილით, როდესაც სამსახურში გამოდივართ ბავშვების სკოლაში, ბაღში მიყავს, ხედავთ, რომ გათენებისთანავე დილის 7 საათიდან თბილისერის ჯგუფის ყველა თანამშრომელი გამოსულია ქუჩაში და ყველა ტერიტორიას, პარკებს, სკვერებს, ქუჩებს თუ გამწვანებულ ტერიტორიებს ალაგებენ, ასუფთავებენ, მაგრამ ყოველდღიურად იგივე ხდება. შესაბამისად, ყველას ვთხოვთ, რომ ერთად შევინარჩუნოთ ქალაქი ისეთი ლამაზი და მოწესრიგებული, რომელიც ყველასთვის სასიამოვნო იქნება, როგორც ჩვენთვის მაცხოვრებელისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ, ნაკლებ დაბინძურებულ ტერიტორიებს. ჩვენ შეკითხვებს გიორგი პაპავა, თბილისერის ჯგუფის დირექტორი პასუხობდა. საბოლოო ჯამში მაინც ჩვენი ადამიანების თვით შეგნებამდე მივდივართ, თუ ვართ ბუნებაში გამოსულები საპიკნიკოდ, ან გვაქვს სარემონტო სამუშაოები, წამოვიღოთ ეს ნარჩენები და შესაბამის ტერიტორიაზე განვათავსოთ იმისთვის, რომ არ გქონდეს დაბინძურებული რეკრეაციული სივრცეები ჩვენს დედაქალაქში. დაგემშვიდობებით და მშვიდობიან დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა თამარ, გეთანხმები, აუცილებელია რომ თვით შეგნება, ასე ვთქვათ, ამაღლდეს ამ კუთხით საზოგადოებაში, რომ ჩვენ ბუნებას აუცილებლად უნდა გავიფრთხილოთ, იმიტომ რომ მათგან კიდევ უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ და უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე.